მოდით რამოდენიმე სავარჯიშო განვიხილოთ ახლა და მსგავს დავალებებს მოგცემ ზუსტად. პირველი ეს არის 91 გვერდზე მე 30-ე, რომელიც სკოლაში კი გავაკეთეთ. თუმცა მე კიდე მინდა რომ ვიდეოც ჩავწერო, იმიტომ რომ ალბათ ყველამ კარგად ვერ გავიგეთ. ესე იგი, წინა ვიდეოში ჩვენ მივედით ესეთ ფორმულამდე, ხო? არ ვიცი ფორმულა თუ ქვია ამას. x-ი, ანუ სხეულის მდებარეობა რო გავიგოთ, საწყის კოორდინატს უნდა დავუმატოთ სიჩქარისა და დროის უნდა დავუმატოთ, ხო? სიჩქარის და დროის ნამრავლი, სადაც v არის აქ x0 დამოვიწყდა. კონსტანტა, ხო? ანუ მუდმივი სიჩქარე. მუდმივია, იმიტომ რომ წრფივ თანაბარ მოძრაობაზე ვსაუბრობთ. ეს გქონდეს აქ და 30 ნომერში რა გვაქვს, ესე იგი, მოცემულია წრფივად და თანაბრად მოძრავი სხეულის კოორდინატის დროზე დამოკიდებულების განტოლება, აი ეს განტოლება, ამ ტიპის განტოლება, განსაზღვრელი ტოლია სხეულის საწყისი კოორდინატი და სიჩქარის გეგმილი. გეგმილი გვიწერია, აქ მე გითხარით, რომ გეგმილებზე არ ვისაუბრებ, რადგან ვექტორებზე მოქმედებები საერთოდაც გაგვიჭირდა, ხო? ამიტომ რადგან წრფივ მოძრაობაზე ვსაუბრობთ, გეგმილი პირდაპირ ემთხვევა იმ გადაადგილებას, ხო, გეგმილები გვჭირდება 2 და 3 განზომილებიანი მოძრაობის შემთხვევაში. აქ გეგმილი იგივეა, რაც ჩვეულებრივი გადაადგილება. პირველ შემთხვევაში გვაქვს ესეთი რაღაცა, x-ი, ეს არის 2+6t. აი ძალიან მარტივი არის ჩვენი ამოცანის პირობა, მოკლედ ნახეთ. თავისუფალი, ფორმულაში დავაკვირდეთ, ხო? თავისუფალი კოეფიციენტი თუ თავისუფალი წევრი გვიჩვენებს x0-ს, ანუ საწყის მდებარეობას, აი დავაკვირდეთ x0 არის ცალკე თავისთვის, ხო? ესე იგი, საწყისი მდებარეობა x0 ჩვენთან ყოფილა 2. დადებითი 2 ყოფილა, ესე იგი, აი მე თუ არ აქ ეს ჩვენი სხეული, აი აქ ყოფილა თავიდან, ხო? და v ეს არის ის, რაც ტესტთან წერია. ეს მნიშვნელოვანია, რომ კარგად გავიაზროთ, ხო? v ამ შემთხვევაში ყოფილა 2 მეტრი და 6 სისტემაში, ხო? 6 მეტრი წამთან. ეს a შემთხვევაში. b შემთხვევაში გვაქვს x-ი უდრის -4t-ს +3. ამ შემთხვევაში არ აგვერიოს, ხო? ანუ არ აქვს მნიშვნელობა პირველი რა წერია და მეორე რა. თავისუფალი წევრი, ეს არის საწყისი წერტილი, ხოლო ის რაც ტესტთან წერია, ეს არის სიჩქარე. -4 სიჩქარე რას ნიშნავს? ანუ -4 სიჩქარე შეიძლება გაგიჩნდეთ, ხო? არანაირად შეიძლება არსებობდეს, ხო? -4 სიჩქარე -4 ნიშნავს, რომ უბრალოდ მოძრაობა ხდება ესე, ხო? მეორე მხარეს, ანუ უარყოფითი რიცხვებისკენ. მოდი ცოტა განსხვავებული ვარიანტი ავიღოთ, გვაქვს აქ. ორი წამით. ხო, ესე იგი. თქვათ, იყოს საინტერესო ჩანს. რა გვაქვს? ესე იგი. x-ი უდრის t-ს, ეგეთი რაღაც გვიწერია, ხო? აქ შეიძლება ცოტა დავიბნეთ თავიდან, თუმცა იდეაში ძალიან მარტივად არის საქმე. აქ გამოდის, რომ საწყისი წერტილი, აი დავაკვირდეთ, არ გვაქვს საერთოდ, იმიტომ რომ თავისუფალი წევრი აქ საერთოდ არ გვაქვს, ესე იგი x0 უდრის 0-ს, ესე იგი მოძრაობა დაწყებულა 10-ლის სათავიდან და v შეიძლება გეგონოთ, რომ არაფერი არ გვაქვს, ხო? თუმცა ტესტთან აქ ერთიანია, ხო? რადგან არაფერი არ წერია, ესე იგი ერთიანია, შესაბამისად სიჩქარე ყოფილა 0 მეტრი, ანუ საწყის წერტილს ემთხვევა კოორდინატთა სათავეს და 1 მეტრი წამთან იქნება სიჩქარე. და აი z-ა კიდე საინტერესო, z-ში x-ი უდრის 3-ს გვიწერია. x-ი უდრის 3-ს ნიშნავს, რომ სხეული არის სულ იქ, მოკლედ, ხო? ანუ დროზე დამოკიდებულიც კი აღარ გამოდის, ამიტომ t საერთოდ არ გვაქვს აქ, ხო? ანუ 3 საათი გავა თუ 7 საათი გავა, 3 წერტილში იქნება, ანუ ჩემგან 3, თქვათ, მეტრით დაშორებული იქნება და მორჩა. აშკარაა, რომ აქ
საწყისი წერტილი არის 3, ანუ 3 ერთეულით ამ შემთხვევაში მეტრით არის დაშორებული და V ნულია, იმიტომ რომ რა დროც არ უნდა გავიდეს, ის მაინც იქ იქნება, რაღაცა ფიქსირებული x წერტილი გვაქვს, ხო? ხო, მოკლედ ასე იქნება აქ. მოდი კიდე რამდენიმე მაგალითი განვიხილოთ ახლა. თქვათ, იყოს 27. 27-ში გვიწერია ეგეთი რაღაც. ნივთიერი წერტილი საწყის მომენტში კოორდინატთა სათავეში მდებარეობს. ანუ მე როცა ამას ვკითხულობ, რომ საწყის მომენტში კოორდინატთა სათავეში მდებარეობს, აქედან უნდა მივხვდე, რომ x0 ყოფილა 0. ანუ სათავეშია თავიდან და რა უნდათ იპოვე წერტილის კოორდინატი, ანუ x-ი უნდა ვიპოვოთ, ხო? x-ი ეს არის, ну როგორც გვიწერია, x0 + vt. თუ 10.5 წამის შემდეგ, უბრალოდ 10.5 წამის შემდეგ იპოვნეთ, ხო? ესე იგი, აი გვერდზე მივწეროთ. t არის 10.5 წამი. თუ ის საკოორდინატო ღერძის მიმართულებით 3 მეტრ-წამს სიჩქარით მოძრაობს, V უდრის 3 მეტრი წამთან, ხო? ესე იგი, რა გამოდის აქედან x-ი თუ გვინდა რომ ვიპოვოთ, შევიტანოთ x0 არის 0, ამიტომ დავწერ მაინც, მაგრამ 0-ის დაწერა სულაც აღარ არის აუცილებელი და V გამრავლებული t-ზე, 3 გამრავლებული 10.5-ზე, ეს არის 31.5 მეტრი ამ შემთხვევაში, ხო? იმიტომ რომ გადაადგილებაზე ვსაუბრობთ, გამლილ მანძილზე თუნდაც და მისი ერთეული სისტემაში არის მეტრი. B შემთხვევა რო განვიხილოთ, B შემთხვევაში 1 წუთის შემდეგ გვაინტერესებს, ანუ t არის 1 წუთი, არ დაგვაუწყდეს სისტემაში გადაყვანა, 60 წამია ეს. თუ ის საკოორდინატო ღერძის მიმართულებით, ეს მეორეში არის. თუ ის ღერძის საპირისპირო მიმართულებით 5 მეტრ-წამს სიჩქარით მოძრაობს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი. საპირისპირო მიმართულებით 5 მეტრ-წამი ნიშნავს, რომ V არის -5 მეტრი წამთან. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, 5 იქნება თუ -5 და რატომ ვნახავთ ახლა. x-ი უდრის, x0 ისე 0 გვაქვს და მაინც დავწეროთ. V გვაქვს -5 ეს ბრჭყილებში გამრავლებული 60. და ეს გამოვა 0-ს -5 ჯერ დადებითი უარყოფითი დადებითზე გამოდის უარყოფითი და არის -300 და გამოვიდა -300. ხო, წეგან რაც გითხარით, უარყოფითი სიჩქარე ნიშნავს საპირისპიროდ მოძრაობას, ესე იგი 60 წამის შემდეგ, ანუ 1 წუთის შემდეგ სხეული იქნება -300 მეტრით დაშორებული. -300 მეტრი ნიშნავს, რომ მე თუ აი აქ ვარ სხეული 300 მეტრით აქეთ წამოსულა, ხო? აი აქ არის -300. მე მგონი გასაგებია პრინციპში. და ისეთი ამოცანა თუ გვექნება ჩვენ გასაკეთებელი, სადაც x0 რაღაცა კონკრეტული იქნება, ანუ მე თუ მექნება ამოცანა, რომ სხეული საწყის მომენტში კოორდინატთა სათავიდან დაშორებულია 5 ერთეულით, ან რა ვიცი, 5 მეტრით, ხო? მაშინ დავწერო x0 უდრის 5-ს და აი აქ მე 5-ს შევიტან და სულ ეგ არის, მეტი არაფერი.